წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე სასამართლომ დღეს დამნაშავე ცნო გივით არგამაძე. ოპოზიციონერ პოლიტიკოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალა. ბრალდებულის ხდომას არ ესწრებოდა, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სასამართლო არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი და რა დავალებაც მიიღო გალუსტაშვილმა, ის დავალება აღასრულა. ნახეთ ხო, ეხლა საბოლოო სიტყვის მოლოდინში იყო. ხო, უნდა მოისმენს საბოლოო სიტყვა. უთხარი რომ არ არის გივი გამოცხადებული და უკვე დაწერილი გადაწყვეტილება ედო ამ საბოლოო სიტყვის მოსმენას მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. წამიერადვე გამოაცხადა გადაწყვეტილება. ეს პირდაპირ მტკიცებულება იმის, რაც ისედაც ვიცით არაერთი სხვა პირდაპირ მტკიცებულებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მიიღება ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც ქართული ოცნების კობახიძის, ივანიშვილის მხრიდან მოდის სასამართლოზე დავალების სახით. სასამართლომ შეაფასა საქმის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც განთავსებული იყო, ასევე მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და ბუნებრივია მოლოდინი იმისა, რაც ჰქონდა, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი შესაბამის სასჯელიც 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი თანამდებობის დაკავების უფლების შესყიდვა. გივით არგამაძე განაჩენის გამოცხადებისას სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა, ის გადაწყვეტილებას საკუთარ სახლში დაელოდა, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად ვაკის პოლიციის განყოფილებასთან თავად მივიდა. ახალგაზრდები ყავ დაკავებული ამდენი და ესეთ იმებს ვადებს უშჯიან და ამ შემდეგ რომლებიც არ არიან ხო საერთოდ პოლიტიკოსები, სხვადასხვა პროფესიის ხალხია და სამოქალაქო პროცესს გამოხატავდნენ. რა თქმა უნდა, ველოდებით რომ პოლიტიკოსებზეც ესე იქნება, მაგრამ ჩემი აზრით სწორედ სამოქალაქო პროტესტმა ეხლა კიდევ უფრო უნდა აკრიფოს, ასე ვთქვათ, ძალა და ვფიქრობ, ზაფხულია შემოდგომაზე უფრო, მაგრამ ჩემი აზრით ისევ ესე სამოქალაქო მტკიცე პროცესით უნდა გადავიდე და დასრულდეს. გივით არგამაძეს ხელბორკილები პოლიციის შენობის შესასვლელთან დაადეს, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. საქართველო გაიმარჯვებს. ბატონ გივი, ოცნებამ პუტინის ოცნება ასრულა? გივით არგამაძისთვის პატიმრობა აქვს შეფარდებული რუსეთის სასამართლოსაც 2013 წლის გადაწყვეტილებით იგი დამნაშავეცნეს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში. არგამაძეს ბრალი ედებოდა ოპოზიციური მემარცხენე ფრონტის ლიდერთან სერგეი უდელცოვთან და კონსტანტინ ლებედევთან თანამშრომლობით რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზების მომზადებაში. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული სასამართლოს დღევანდელი განაჩენით ქართულმა ოცნებამ სწორედ რუსეთის დაკვეთა შეასრულა. ფაქტის სახეზეა პოლიტიკური ანგარიშწორება გრძელდება და გივით არგამაძის დაკავებამ კიდევ ერთი ხაზგასასმელი ფაქტი ამოიყვანა ზედაპირზე აი ამ პოლიტიკური ანგარიშწორების ეპოპეაში. გარდა მოქმედი აქტიური პოლიტიკური ფიგურებისა, რომლებიც ძირითადი და პირველადი სამიზნე იყო რეჟიმის ამ კომისიით, გამოჩნდა, რომ სიაზე დიდი ზეგავლენა აქვს FSB-ს, SVR-ს, რუსულ სპეცსამსახურებს, იმიტომ რომ გივით არგამაძის ტარგეტირება პირდაპირ მოდის რუსული სპეცსამსახურების დავალებიდან. სხვა ლოგიკა და მიზეზი ამას არ შეიძლება ქონდეს, რატო სჭირდებათ გივით არგამაძე ციხეში. ასევე დღეს გივით არგამაძე დააკავა რეჟიმმა და ის გაუშვა საპყრობილეში, ამით რეჟიმმა დიდი ხნის სურვილი და ოცნება აუხთინა პუტინს და ბუნებრივია სოლიდარობა გივით არგამაძეს. ყველას კიდევ ერთხელ გვინდა ვთქვათ, კარგად უნდა გვესმოდეს, რატო ჩადის ამ საქციელს ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. მათი მთავარი მოკავშირე ეხლა არის იმედისა და წმენის გატეხვა იმ ხალხში, ვინც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძვის. ამიტომ არიან ისინი ამ რეჟიმში, ამიტომ გადადიან სრულ იზოლაციაზე, ამიტომ არიან რაღაც ამ ძალადობის ყველა ფორმის გამოყენების ეტაპზე. ივანიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური განცხადება გააკეთა გორში ოკუპირებულ საოკუპაციო ხაზთან, რომ ის გაასამართლებდა ყველას და ბოდიშს მოუხდიდა მტერს. ეს ხომ არ დაგაუწყდათ. კომისია, რომელიც შეიქმნა, არის ანგარიშწორებისთვის შექმნილი კომისია, ვენდეტას აწყობს ივანიშვილი, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფომ წინააღმდეგობა გაუწია მტერს. და ჩვენ, რა თქმა უნდა, მტერთან ვიქნებით უკომპრომისოები და და ივანიშვილი რასაც აკეთებს არის კონკრეტული მაგალითი, რომ ის არის რუსული რეჟიმი.
ის ასრულებს მოსკოვის დავალებებს. გაცხადებული მიზანი რომ თურმე აპირებენ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის გასამართლებას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას, რა თქმა უნდა, უკვე ყველა კარგად ხედავს, რომ ეს ასე არ არის, რადგან ამ კომისიაზე დღემდე არ არიან დაბარებული რეალურად ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მთავარი მმართველი პირები, მაგრამ უკვე კარგად ხედავთ, რომ არის ბატონი გახარია უკვე მესამედ დაბარებული. რაც შეეხება დაკავებებს, აქაც უკვე სამწუხაროდ სიურპრიზი არაფერია. ჩვენ ხედავთ, რომ ოცნების არალეგიტიმური მოძალადე ავტოკრატიული რეჟიმი არ აპირებს უკან დახევას და სამწუხაროდ ეს მუხლი უკვე ყველას თანაბრად ეხება. ჩვენი სოლიდარობა უკლებლივ ყველა პოლიტიკოს, ვინც ოცნების რეჟიმის მიერ არის დაპატიმრებული პოლიტიკური ნიშნით. ივანიშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ქართული სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და პასუხისგება მოუწევს ყველას, ვინც კანონს დაარღვევს. ეს არის მიზანმიმართული ქმედებები, არ გამოცხადება პოლიციის შეურაცხყოფა, პოლიციელზე ხელის დარტყმა. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია უნდა დააზიანონ, ჩამოშალონ, მაგრამ არ გამოვა. სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, ყველა თავისი შესაბამისი ინსტიტუცია. გივით არგამაძე ოცნების პარლამენტში წულუკიანის კომისიაზე ახსნა განმარტებისთვის 3 აპრილს იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ამავე ბრალდებით პატიმრობა უკვე მიესაჯათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს და ნიკა მელიას. განაჩენს ციხეში ელოდებიან ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი.